1990 წლიდან ყოფილ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განვითარებულ შიდა კონფლიქტებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა გაჩენა მოჰყვა. დევნილები დღემდე რჩებიან ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ფენად. დღემდე ვერ ხერხდება მათი საკითხების შრილიდან გამოყვანა. 2006 წლამდე საქართველოში არ არსებობდა დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული ერთიანი სახელმწიფო ხედვა, რის გამოც არ ხდებოდა დევნილთა ინტერესების დაცვა, მათი სპეციფიკური პრობლემების გადაჭრა. დევნილთა მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევითა და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მხოლოდ წელს შეიქმნა დოკუმენტი დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ. ამ დოკუმენტის სამოქმედო გეგმა 2007 წლის შემოდგომაზე უნდა იქნას დასრულებული. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჩვენ ვართ ჩართული დევნილთა უფლებების ადვოკატირებაში. შაშან საქართველოს მთავრობა გადაწყვიტა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განვითარებას და ამისთვის მოიწვია მთელი საზოგადოება ამასობაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც რომ მიიღონ მონაწილეობა. ჩვენი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 15 წლის განმავლობაში დევნილთა მდგომარეობა თითქმის არ შეიცვალა. იგივე 14 ლარს ღებულობენ როგორც სახელმწიფო შემწეობას, სავალალო არის მათი საცხოვრებელი პირობები. ასეთ შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიას. ამ სტრატეგიის ამოცანები არის ორი ძირითადი. პირველი დაბრუნების ხელშეწყობა, ეს არის დევნილები, ვინც დაბრუნდნენ, სპონტანურად არიან დაბრუნებულები ისინი, მათი მხარდაჭერა, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში აქტიური ღონისძიების განხორციელება, ეს არის ჰუმანიტარული, სოციალური ხასიათის დახმარებები, მხარდაჭერა, რომ ღირსეულად ცხოვრობდნენ ისინი, ასევე დიპლომატიური, რომ მათი საბაზო უფლებები ხელშეუხებელი იყოს და მეორე მიმართულებას ინტეგრაცია. ინტეგრაცია გულისხმობს ხადია პირველადი პრობლემების მოგვარებას და მათ თქვათ ჩართვა საერთო ფერხულში საქართველოს საზოგადოების. დევნილ ქალთა ასოციაცია თანხმობა აქტიურად მუშაობს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ჩამოყალიბებისათვის. მათ აღებული აქვთ ერთგვარი შუამავლის ფუნქცია სახელმწიფოსა და დევნილებს შორის. თავარი პრობლემა რაც დღეს უდგას იმ ხალხს, ვინც მუშაობს სტრატეგიაზე და სახელმწიფოს, მოდით ესე ვთქვათ, ეს არის სრული საინფორმაციო ვაკუუმი ამ ხალხთან მიმართებაში. ტოლთა და განსახლების სამინისტროში ყოველდღიურად მოდის ნაკადი ხალხისა, ვისაც განცხადებები შემოაქვს იგივე საცხოვრისით დაკმაყოფილებას. ეს არის ის ხალხი, ვინც ნათესავებთან ცხოვრობდა, ხალხი, რომლებიც ქირით ცხოვრობდა, გირით ცხოვრობდა და ასე შემდეგ და წლების განმავლობაში მათი ეკონომიკური შესაძლებლობები უკვე ვეღარ უძლებს, თქვათ, იგივე ამ ქირის გადახდას, ან იგივე არ უმჯობესდება. ასოციაცია თანხმობა სისტემატურად აწყობს შეხვედრებს დევნილებსა და დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე მომუშავე კომისიის წევრებს შორის. მათი ძალისხმევით შეხვედრა სემინარების ციკლი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმართება. ამჯერად სახელმწიფო სტრატეგიაზე მომუშავე ექსპერტებისათვის დევნილთა პრობლემებში უკეთ გასარკვევად ასოციაცია თანხმობა მორიგი ფორუმი ქუთაისში დაგეგმა. აფხაზეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ოთარ კუხალაშვილმა სტუმრებს კერძო სექტორში რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული დევნილები წარუდგინა. მთლიანად კერძო სექტორში 53,000 ოჯახი ცხოვრობს, რაც დევნილთა ოჯახების 56%-ში ადგილს. ჩვენ გვინდოდა ზუსტად რომ ვანახოთ საზოგადოებასაც და მთავრობას, სად არის ძირითადი პრობლემა იმ დევნილებისთვის, რომელიც ცხოვრობენ და რეგისტრირებული არიან კერძო სექტორში. დღეისთვის ეს მონაცემები პრაქტიკულად არ არსებობენ და ერთ-ერთი საშუალება რომ გამოვლინოთ ეს პრობლემა არის ის სამოქალაქო ფორუმები, სადაც მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები და თვითონ დევნილები ერთად მსჯელობენ ამ პრობლემებზე და ის აძლევს საშუალებას რომ უკეთ დავინახოთ პრობლემა და ამის გადაწყვეტის გზა. მთავრობას რა გვინდა მისგან. არა უბრალოდ რომ შენ ჩემი მთავრობა ხარ და დამეხმარე. მე რეალურად ვიძახი. მე მინდა რეალურად გამიკეთო ეს. ანუ ჩვენგან კერძო სექტორში მცხოვრები დევნილებისგან
რეკომენდაციები როგორ იმოქმედოს მთავრობა, რა გვინდა ჩვენ მაგათაც. და ახლა უკვე ჩვენ საკითხებია, ჩვენ უკვე კომპაქტურად ვართ ჩასახლებული, მაგრამ კერძო სექტორად ვართ გაფორმებული. ახლა აქაც ზემბედად ვთვლით თავს. სად წავიდეთ? მისამართი ჩვენ არ გვაქვს. საერთოდ ჩვენ არ გვაქვს. არაფერი არ გვაქვს ჩვენ. და თავიდან ხო ვიყავით ჩვენ ნაკრებებში კერძოდ ჩავიწერეთ. ახლა რომ მივად ეკი და ჭერი რომ გვენგრევა და საერთოდ კაცი ვერ იცხოვს ორი პატარა ოთახში ვარ დაჩენილი. 1000 ადგილზე ვარ მისული, ვის არ მივმართე, ვის არ ვთხოვე. ქვევით შევაყავ ჩვენი უფროს იმან მითხარ, როდის იქნება ეს ხალის სახელი არ დავინახავ და გამაგდონიდან. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ინტეგრირებული იმ არეალში, სადაც მას საცხოვრებლად გააჩნია 6 კვადრატი ოთახი და ოჯახი განსახლებული არის ამ 6 კვადრატზე, ანუ სამზარეულო საძინებელიც ყველაფერი არის ეს ერთი ოთახი. ყოველგვარ ინტეგრაციაზე იმ არეალში ამ ადამიანის საუბარი ალბათ ზედმეტია. ალბატონი სვეტლანა ერთი მათგანია, ვისი ოჯახიც ფორმალურად კერძო სექტორზეა მიწერილი. თავიდან გალის რაიონში ვცხოვრობდი, წარჩეში. აქ ცხოვრობ უკვე მე-11 წელია. მანამდე ნაქირავებში ვიყავი და მე გადმოვიდით, აქ მიტოვებული შენობა იყო და იმის მერე აქ ვცხოვრობ ჩემი 5 შვილი. ორივე უმალეში იყვნენ, იმის ქილის გადასახდელი ფული არ ჰქონდა, ბინის 70,000 ფული თვეში, ყველაფრიანად და მე თვითონ მოუძებნე, ვიარე და მიტოვებული შენობა იყო და შევედით ჩვენ ძალიან ის ჰქონდათ არ უნდა და ხო შევსვიყავით, მაგრამ წინამძღოლის იმით მაინც ამდენი ბავშვები რომ მყავდა კი შეგვიშვეს მე. ეს არის ჩვენი ოთახის სტუმრის მისაღები, დასაძინებელი, საჭმის დრო გამოგვაქვს მაგიდაზე აქ ვჭამთ, აქ ვიძინებთ ამდენი სული და ძალიან გაჭირებულ დღეში ვცხოვრობთ. დღეს ახლა ჩვენ ვართ ჩემი შვილი და იმა გოგო გასულია, ბიჭის სიძეს არაა და მეორე გოგოს და სულ ვართ 13 სული ახლა. თქვენ თვითონ ხედავთ რა დღეში ვარ და რაფერ ვცხოვრობ. აქ ძინავს პატარებს, შვილიშვილებს, ძლებს და რა ვიცი, ახლა ვისაც რაფერ უნდა იცხოვრან პატარა ოთახებში ამდენი სულმა. პატარაში ძინავს შვილიშვილს, ჩემს რიგრიგობით ვაძინებთ, ერთი რო ადგება, მეორე იძინებს და ასე დღეში ვართ. მე რას და იმას კი არ ვიცხოვ, ახლა 2 საათი და 3 საათის სახ მარტო ბავშვები რო იყვნენ უსაფრთხო ადგილას და ეს შენობა რო დაინგრეს და რამე სასწაული რო არ მომდის, ამის თხოვნა მაქვს, რომ 1-2 ოთახი რო იყოს და ნორმალურ ფარგლებში ბავშვებმა რო იცხოვროს, მეტი არაფერი მე ის დამოკიდებულებაც კი რაც აქამდე იყო 15 წლის განმავლობაში რომ მთავრობა აქტიურად არ ერეოდა ამ საქმეში ვინაიდან ჩვენ მალე უნდა დავბრუნდეთ საერთო აქტივობა იყო და ჩვენიც და თქვენიც რომ არ გვინდა არაფერი ჩვენ მალე დავბრუნდებით. ამან კიდე რა შექმნა რომ ეს 15 წლის განმავლობაში დევნილები კიდე დამოკიდებულები არიან სახელმწიფოზე და მთავრობაზე და ანუ ჩამოაყალიბა მუდმივი დამოკიდებულობის სინდრომი და ეს სინდრომი არის იმის საწინააღმდეგო საერთოდ ჩვენ დღევანდელი საზოგადოება ვითარდება. ამის მე იმის გვამინდა რომ აი ეს ნელ-ნელა უნდა შევცვალო და გადავიდეთ სხვა რამეზე. უფრო დოვლათის შექმნაზე, განვითარებაზე და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს სახელმწიფოზე დამოკიდებულების შემცირებასაც. ნომერ პირველი, ასე ვთქვათ, პრობლემა და ალბათ ყველასათვის მისაღები ვარიანტი იქნებოდა დევნილებში დასაქმების ამაღლება და თვითქმარობის ამაღლება. უმჯობესი ადამიანს დაეხმარო იმაში, რომ მან საკუთარი თავის რეალიზაცია მოახერხოს და თვითონ ირჩინოს საკუთარი თავი, ვიდრე მუდმივად სუბსიდირებაში გყავდეს. ალბათ პირველი პრიორიტეტი სტრატეგიის იქნება სწორედ ეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსასრულოდ ვერ დაეხმარება იძულებით გადაადგილებულ პირებს, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ კი უნდა შეუქმნას მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, რათა მათაც მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზება და იგრძნონ თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად. გამარჯობა აფხაზეთო შენი ლურჯონთებო თეთრო სანატორია მომენატრამზე სინათლის მთენი მომენატრა ზღვა რომელიც ვრცელია
მომაგებე შენ იგივე პალმა სადოდეს მე მშვენიერმა ქალმა გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი